დღეს ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ანალიტიკოსი სოფიკო სოჯანული მედია საშუალებები ავრცელებენ ამ ინფორმაციას და თურქულ მედია საშუალებებზე დაყრდნობით. მე არ ვიცი ხა რამდენად ზუსტია ეს არ არის ზუსტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია ოფიციალურად აზერბაიჯანი მხარე ამ ინფორმაციას მედია ამ ინფორმაციას ავრცელებს და ძალიან საინტერესოა, საერთოდ საფინანსო ინსტიტუტები როგორც წესი რისკებს სწავლობენ ხოლმე. ზანგეზურის დერეფნის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და მოლაპარაკების პროცესში რამდენად ძალიან მეუცნაურა ეს ინფორმაცია. რომ გაიცა ამ რაოდენობის თანხა. მე მესმის რომ თურქეთი რაღაც გარანტიებს მისცემდა, მაგრამ ასეთი პროექტისთვის გაცემა უცნაურია, ცოტა არ იყოს. და ამასთანავე მე თვითსელებისთვის ჩავწერე უსაფრთხოების ექსპერტი დავით კუხალაშვილი და მან თქვა, რომ სადაზვერო საქმიანობაში არის ეს ოპერატიული თამაშები, ცნება და დიდი ალბათობით აზერბაიჯანი და თურქეთი აი ამ ოპერატიულ თამაშს ეწევა სწორედ და ეს არის ვთქვათ ფეხისაყოლა მიმდინარე მოვლენებისადმი და არამც არ გამოხატავს რეალურად არსებულ სიტუაციას. ეს ძალიან კარგია, თუ კი მართლაც ასე არის, იმიტომ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობთ, თქვენ ალიევი მართლაც შევიდა აი ამ ოპერატიული თამაშით თუ რეალური თამაშით იმ მდგომარეობაში, სადაც მზადაა აზერბაიჯანი აქციოს წითელ ნაჭრად, რომელიც რუსეთს გარკვეული აქტიური, მათ შორის სამხედრო ქმედებებისკენ გამოიწვევს სამხრეთ კავკასიაში. მადლობთ კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. ნინო, თქვენ სწორი აქცენტი დასვით ზანგეზურის დერეფნის გახსნა ეს სრულიად შეცვლის სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკას და ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ასევე გეოპოლიტიკური შინაარსის მატარებელი პროექტი და თავისი შინაარსით, თავისი არსით მე ვგულისხმობ დიდი თურანის პროექტს, ეს არაიმდენად ეკონომიკური, რამდენადაც პოლიტიკური და გეოსტრატეგიული პროექტის ნაწილი გახლავთ და აქედან გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ხანია ვაკვირდები აი ამ პროცესს და კერძოდ ბრიტანულ თურქულ ტანდემს და ბრიტანული და თურქული გეოპოლიტიკის თანხვედრ ასე ვთქვათ მომენტებს დიდ გეოპოლიტიკაში სრული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის არა მხოლოდ ასე ვთქვათ რეგიონალური გეოპოლიტიკის, არამედ გლობალური გეოპოლიტიკის ნაწილი. რას გულისხმობ? თქვენ გემახსოვრებათ 2023 წლის 2 სექტემბერს თეირანში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა რუსეთის, თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების. ეს შეხვედრა მიჰყავდა ათგანსვენებულ მაშინდელ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც დაიღუპა ავიაკატასტროფაში, აი აზერბაიჯანის დიახ პრეზიდენტთან ერთად ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, ძალიან მაღალი რანგის დიპლომატი, რომელსაც მიჰყავდა სწორედ აი 3+3 ფორმატის აი ეს მოლაპარაკებების, აი ეს პროექტის დაწყების პროცესი და ასევე ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულება იყო, ასე ვთქვათ, აი არაერთხელ აქცენტირებული მის მიერ და ერთობლივი პრესკონფერენცია, ასე ვთქვათ, შედგა მაშინ და მაშინ გაკეთა ასეთი განცხადება, რომ სამხრეთ კავკასიაში ესეთი იმპერატიული ტონით, რომ სამხრეთ კავკასიაში ომების ეპოქა დასრულდა. ესე იგი ის, რომ ჩვენ გარე აქტორებს არ შემოუშვებთ ამ რეგიონში და რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ სატრანსპორტო კომუნიკაციების დაბლოკვას და ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულება იყო აქ ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, მოაზრებული და შემდგომში, როდესაც ეს თემა იყო გაშლილი, რა თქმა უნდა, მთავარ აქცენტად იყო ეს ჩრდილოეთ სამხრეთის და სამხრეთ ჩრდილოეთის მიმართულება. მანამდე, აი ვთქვათ, როდესაც 2020 წლის ეს ყარაბაღის ომი გავიხსენოთ ხო, რომელსაც აზერბაიჯანი სამამულო ომს უწოდებს და რომელიც ფაქტობრივად ეს იყო ერთობლივი ოპერაცია თურქეთის და აზერბაიჯანის, დამთავრდა შუშის დეკლარაციით და შუშის დეკლარაციაში ჩაიწერა ერთი სახელმწიფო, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, როდესაც აი ესეთ მაღალი დონის დოკუმენტში ასე იდეოლოგიური ქვესარჩულის, ასე ვთქვათ, ხმამაღლა გაცხადება ხდება და აი ზუსტად შემდეგ უკვე 2021 წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ესე იგი გამწვავება აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე, იქ ამგვარი შენათვალი ირანის მხრიდან აღმოსავლურ სტილში ლომის კუცნუ ეთამაშებით და ასევე მახსოვს მაშინ გამოვიდა
ირანის სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალი ჰიუმარს ქეიდარი და მან ფაქტიურად გააშიშლა ის გეოპოლიტიკური კონსტრუქცია, რომელიც თამაშობდა ამ ამბებში ყარაბაღის პირველ და მეორე ომში. მან თქვა ასეთი რამ, რომ თუ თურქეთი და აზერბაიჯანი ისრაელის და ბრიტანეთის ხელშეწყობით დაამყარებენ კონტროლს სომხეთ-ირანის საზღვარზე, ეს ირანისთვის დიდი გეოპოლიტიკური მარცხი იქნება და რომ ირანი არავითარ შემთხვევაში ამას არ დაუშვებს და რომ ეს წითელი ხაზია. რეალურად, ეხლა როდესაც ვსაუბრობთ ზანგეზურის დერეფანზე, ხო, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, ვახსენეთ, რომ ეს გეოპოლიტიკური პროექტი, ხო, ეს არის აი იმ დიდი, შეიძლება ითქვას, ცივილიზაციური პროექტის, დიდი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული პროექტის, ასე ვთქვათ, საკვანძო მონაკვეთი, რასაც ქვია დიდი თურანი და რომელსაც უკვე დიდი ხანია ასე ვთქვათ, ჯერ იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, ქვესარჩულის მომზადება, ანუ თურქულ სახელმწიფოთა კავშირის შექმნა, შემდეგ უკვე საერთო სახელმძღვანელოების ისტორიაცა და ფილოლოგიური განხილვის აზერბაიჯანმა და თურქეთმა, არამედ აზერბაიჯანმა, თურქეთმა და შუა აზიის, რა თქმა უნდა, შუა აზიის, უნდა აღნიშნოთ, რომ შუა აზიის 4 სახელმწიფო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი, ეს გახლავთ, აი თურქული სამყაროს სამშობლო, ესე იგი თურქული ცივილიზაციის შეიძლება ესე თქვას დედა ადგილი, ერთადერთი ერი ტაჯიკები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან აი ამ სამყაროს, ისინი არიან სპარსულენოვანი, ძველი სპარსები, ფაქტიურად ტაჯიკები ძველი სპარსელები არიან, ფარსიზე საუბრობენ, თუმცა ტაჯიკეთშიც აი საერთო ლოჯისტიკურ და აი სატრანსპორტო ემეშიც აი ამის ჩართვის მცდელობა არის და სხვა შარშან ქონდა ძალიან სერიოზული თუ შარშან წინ ვიზიტი ალიევს ტაჯიკეთში, სწორედ აი ამ ვიზიტით, ამ მიზნით, რომ ეს ჩართვა ყოფილიყო აი ამ საერთო აი ამ პროექტში, დიახ. ანუ ეს არის, როგორ გითხრათ, ძალიან გრძელვადი, სერიოზული პროექტი, გრძელვადი ამ პერსპექტივაზე გათვლილი და სრული დარწმუნებით მე შემიძლია ვთქვა, გავითვალისწინო რა ვთქვათ, აი წანამწყრები ამ პროექტის, როგორც სოციალური, პოლიტიკური, ვთქვათ, კულტურული, გეოსტრატეგიული, რომ ესე იგი თავისი არსით, აი ეს დიდი თურანის პროექტი უპირისპირდება ევრაზიის კონტინენტის მთავარი გლობალური ძალის ცენტრების, რუსეთის, ჩინეთის და ასევე აღმოსავლეთის მძლავრი რეგიონალური, ასე თქვი, სახელმწიფო შიიტური სამყაროს ლიდერის ირანის ინტერესებს. ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ ანუ ბრიტანულ-თურქული ტანდემი რუსულ-ირანულ, ასე თქვა, ჩინურ აი ამ დაპირისპირები, რადგან ეს როგორც ჰორიზონტალურად კვეთს იმ კომუნიკაციებს ჩრდილოეთ სამხრეთისა და სამხრეთ ჩრდილოეთის, რაც ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით რუსეთისთვის, ასევე ირანისა და ჩინეთისთვის, გარდა ამისა, ეს არის ალტერნატიული ცივილიზაციური პროექტი. აი აქ მე არ მესმის ამ კითხვას, ხშირად ვცამ ხოლმე, ბრიტანეთისთვის რატო უნდა იყოს ხელსაყრელი თურანის პროექტის, დიდი თურანის პროექტის განხორციელება? აი ამას ვერ ხსნი. ანგლოსაქსური სამყაროს ბრიტანეთი გახლავთ ანგლოსაქსური სამყაროს ფლაგმანი წამყვანი ქვეყანა, რომელიც ესე იგი იქ შიდა ეს არის მუდმივად კონკურენცია, ამერიკის შეერთებული შტატებია ვთქვათ ლიდერი ამ სამყაროში თუ ბრიტანეთი ვთქვათ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარამდე ბრიტანეთი იყო უზარმაზარი იმპერია და აი ამ სამყაროს ფლაგმანი დღევანდელ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ ბრიტანეთი ისევ ცდილობს თავისი იმპერიული გავლენების აღდგენას, ოღონდ რა თქმა უნდა თანამედროვე ტრანსკრიფციით და თანამედროვე, ასე ვთქვათ, რეალიების, თანამედროვე მოდიფიკაციით და ზოგადად ზღვის ეს უნდა გავიაზროთ ზღვის ცივილიზაციის და ხმელეთის ცივილიზაციის აი მუდმივი დაპირისპირების კონტექსტში. მოგეხსენებათ, რომ ყველა დოქტრინა, ესე იგი და ყველა გეოსტრატეგიული მთავარი მათი გეგმა ანგლოსაქსების ეს არის მუნდიალისტური თავისი ბუნებით და თავისი არსით Le Monde-ის ფრანგული სიტყვა სამყარო, ანუ მაინც ეს არის სამყაროს ჰეგემონიაზე გათვლილი პროექტები სხვადასხვა სახით და აი ამ კუთხით ანგლოსაქსური სამყარო ერთ-ერთ შემთხვევაში ვერ განახორციელებს აი ამ თავის უზარმაზარ პროექტებს, თქვათ, თუ არ ექნებათ მათ წვდომა და კონტროლი ევრაზიის კონტინენტის
ბლოკის მთავარ გეოსტრატეგიულ არეალებზე. აი ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის ხო სამხედრო სტრატეგიულ იმებში, რა ქვია, დოქტრინებში შუა, ისე რა ქვია, შავი ზღვა, კასპიის ზღვა, ახლო აღმოსავლეთი, ინდოწყნარი ოკეანის რეგიონი, ვთქვათ, ხო, შუა აზია, ეს მიჩნეულია მათთვის სტრატეგიული კუთხით უაღრესად მნიშვნელოვან არეალებად და აი შავი ზღვის აუზი მაგალითად მათი ეროვნული უსაფრთხოების კუთხითაც არის ძალიან მაღალ რანგში აყვანილი, ხო? ეს რას ნიშნავს, როდესაც სხვა კონტინენტზე შენ გაქვს ძალიან მაღალი ინტერესი სტრატეგიული არეალების მიმართ, ხო? ეს რა თქმა უნდა იმპერიალისტური პროექტებია და ზუსტად ეს არის, ისინი ვერ განახორციელებენ თავიანთ აი დიდ პროექტებს და ვერ განახორციელებენ თავიანთ ესე იგი ფუნდამენტურ ამოცანას, თქვათ, ხო, სოფლიოზე ჰეგემონიის განხორციელების სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა მოდიფიკაციით, თუ ის მათ არ ექნებათ, ასე ვთქვათ, კონტროლი ევრაზიის კონტინენტის მთავარ გეოსტრატეგიულ არეალებზე, რესურსებზე და ლოჯისტიკურ ხაზებზე. აი ზანგეზურის მეზე, ახლა ეს დერეფანზე რაც ხდება, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ დაიწყო ახალი გეოპოლიტიკური თამაში, ახალი ლოჯისტიკური ხაზების გადანაწილებისთვის. მაგრამ საინტერესოა ის, რომ სამხრეთ კავკასია დღევანდელი მოცემულობით, მე არ ვამბობ, რომ ეს ვის მოსწონს არ მოსწონს, დღევანდელი მოცემულობით სამყარო უკიდურესად დაპატარავებულია. სწორედ გეოეკონომიკიდან გამომდინარე და სწორედ გეოსტრატეგიული ინტერესებიდან, ძალის ცენტრების გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასია არის უკვე ერთიანი დიდი სტრატეგიული ბლოკის, ერთი ხის სამხრეთ კავკასია ახლო აღმოსავლეთი და უფრო დიდი ბლოკის სამხრეთ კავკასია შუა აზია ახლო აღმოსავლეთის ერთიანი გეოსტრატეგიული ბლოკის ნაწილი. აქ პოლიტიკა, გეოპოლიტიკა, გეოსტრატეგია, ცივილიზაციური პროექტების დაპირისპირება, აი ყველაფერი ძალიან მაღალი ხარისხით უმაღლეს დონეზე არის ერთმანეთზე გადაწნეხილი. ანუ სერიოზული, აი თქვათ, გარღვევა ერთი მიმართულებით რომელიმე რეგიონში, თქვათ შუა აზიაში, ან სამხრეთ მომენტალურად იწვევს, თქვათ, თამდევი მოვლენების, ასე ვთქვათ, თელ წყებას სამხრეთ კავკასიას და ახლო აღმოსავლეთში. ანუ ეს არის შეიძლება ითქვას ზოგადად შავი ზღვისა და კასპიის ზღვის მიმდებარე სტრატეგიული არეალები, ახლო აღმოსავლეთი და შუა აზია ვთქვათ, ხო? ეს არის დღევანდელ დღეს, აი ძალის ცენტრებს შორის მთავარი კონკურენციის არეალი და იგივე ირანში, რაც მე ამის შესახებ წერილი დავწერე, ირანში ჩვენ რასაც ასე ვთქვათ ეს ომი რაც იყო 12 დღიანი ვთქვათ, ხო? აი ფართო კონტექსტში რო განვიხილოთ, ეს არის ამბავი იმისა, თუ ევრაზიის კონტინენტის დიდი მოთამაშეები, გლობალური ძალის ცენტრები, რუსეთი, ჩინეთი, რეგიონალური უზარმაზარი სახელმწიფო ირანი დაუთმობენ თუ არა ევრაზიის კონტინენტს ანგლოსაქსებს. რეალურად აი მთელი თამაში შინაარსი აი ამით გამოიხატება. ეს არის ბრძოლა ევრაზიის კონტინენტისთვის, ევრაზიის კონტინენტის გეოსტრატეგიული არეალების დაუფლებისთვის და აქედან გამომდინარე ხა თქვენ რაც ახსენეთ, თქვათ ეს ჩქარობენ, თქვათ, ხო? ეს 2 მილიარდ ნახევარი თუ რაღაცა. თურქეთის გაკონტროლების იმედი აქვს უფრო მეტი. თუ რატომ დიდი თურანი, რატომ თურქეთის სამოწევა წინაპლანზე და დიდ თურანში რო იგულისხმება სომხეთი მთლიანი და საქართველოს ნაწილი ამაზეც ხო? ხო, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად რო არ დამავიწყდეს, უბრალოდ ვახსენებ, წინა გადაცემაში 3 აპრილს იყო ჩვენი წინა გადაცემა, როდესაც მიმოვიხილავდით რეგიონის გეოპოლიტიკას, ერთ-ერთმა მსმენელმა დაწერა ასეთი რამ, რომ ჩვენი გადარჩენისთვის ერთადერთი გზა დაგვრჩენია, რომ ჩვენ შევუერთდეთ თურქეთს, რომ ესე იგი ნატოს წევრი გავხდეთ. და ძალიან დიდი გამეს ცალკე გავაზია. ხო, ესე იგი, რომ ერთადერთი ეს არის აი სწორედ აი რაზეც ბატონი დავითი კუხალაშვილი, ჩემი რესპონდენტიც ხშირად არის და მე მიხარია, რომ ბატონი დავითის მსგავსი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი და მამულიშვილი პატრიოტი ადამიანი გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე, მისი ყოველი სიტყვა მართლა ყურადსაღები და უაღრესად საინტერესოა. სწორედ ბატონი დავითთან ერთად გვისაუბრეთ ჩვენ არაერთხელ იდეოლოგიური დივერსიის შესახებ და იმის შესახებ თუ როგორ ხდება ცნობიერებითი ტრანსფორმაცია და სრულიად შეცვლა ადამიანის გენეტიკური და კულტურული კოდის. ესე იგი ამ შემთხვევაში ის პატივცემული პიროვნება ჩვენი მსმენელი ჩათვალა, რომ ესე იგი სახელმწიფოს იდეაზე უფრო მაღლა დგას რომელიმე სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში ასე ვთქვათ გაწევრიანება. ძალიან დიდხანს იყო ეს მუშაობა. დიახ, შემდეგ 2 დღეში ბატონი ჩვენი
ჩვენი საერთო მეგობრის ბატონი ვასილის პაპავას გვერდზე იყო ასევე ძალიან საინტერესო ამგვარი აზრობრივი მარგალიტი, ძალიან დიდი სინანული წერდა ერთი პიროვნება, რომ ეხლა ჩვენ რომ წესიერი მთავრობა გვყავდეს, 1-15-20,000 ჯარისკაც ხო შევიყვანდით ირანში და დასავლურ სამყაროს დავანახავდით ჩვენს ერთგულებას, როგორ შეგვიძლია აი ასეთი ცელი სერიოზულობით და ბატონი ვასილი იყო უაღრესად გაბრაზებული. ხო, ანუ რაშია ცითით საკმაოდ დიდი სეგმენტი საზოგადოების დიდ ვერ ვიტყვი ნამდვილად აი ბატონი ირაკლის მას თუ დავეყნობით მათივე ინფორმაციას კვლევები 12%-ია ირაკლი გოგავას ბატონი ირაკლი გოგავას 12%-ია აი ეს ლიბერალური ესე იგი ლიბერალურად უკიდურესად ლიბერალურად მოაზროვნე საზოგადოების აი მათივე დათვლებით 12%-ია თუ ესე იგი დავუჯერებთ ესე იგი ეს არის არც თუ ისე დიდი ნაწილი რა თქმა უნდა საზოგადოების ხოდა ზუსტად ჯდება საზოგადოების ფსიქოლოგიური დაყოფის სქემაში 10-12 ნაწილი უნდა იყოს ასეთი არ შეიძლება სხვაგვარად და ნუ აი ეს ეს ხო ანუ არც ისეთი ანუ ის ძირეული ფუძისეული ქართველიერი რომელიც თქვათ ესე აშკარად თავის პოზიციას არ გამოხატავს მაგრამ ქმნის ძალიან სერიოზულ ქვესარჩულს იმისთვის რომ ჯანსაღი პოლიტიკა აწარმოოს სახელმწიფომ და რო არა ეს განწყობები რომ არა აი ეს გეოპოლიტიკის გააზრება და რეალპოლიტიკის მთავარი მიმართულებების სწორად აღქმა რომ არა ეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ესე იგი ეს გააზრება რა თქმა უნდა მთავრობას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან გაუჭირდებოდა იმ კურსის გატარება რაც გაატარა. აი უკრაინაში საპირისპირო პროცესი გამართარდა. მე დარწმუნებული ვარ რომ იქაც არსებობდნენ საღადმოაზროვნე ადამიანები, მაგრამ საზოგადოება ხალხის მასა იყო აბსოლუტურად ეგზალტირებული აი იმ ცრუ ნარატივებით რომელიც აი შექმნა დასავლეთმა და შემდეგ აი ამ ცრუ ნარატივებზე მოხდა აწყობა მთელი პოლიტიკის და ამაზე ჩაციკლა და რა შედეგი მიიღეს ხედავთ კიდევაც. აი შემახსენეთ თქვენს იმას რომ დაუბრუნდეთ. აუცილებლად დაუბრუნდებით, უბრალოდ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყდოთ გადაცემა, ჩვენ მალე დაუბრუნდებით და გველოდეთ. ჩვენ ბრუნდებით ეთერში განმაგზავნებთ საუბარს ჩვენ სტუმართან ანალიტიკოს სოფიკო სოხაძესთან ერთად და ჩემი კითხვა იყო ასეთი დიდი თურანი გულისხმობს სომხეთს მთლიანად და საქართველოს ნაწილს. ეხლა მე არ ვიცი მათ როგორი გეგმა აქვთ რომ ეს იქნება გავლენების სფერო თუ ეს იქნება ერთიანი რაღაცა ტერიტორიული წარმონაქმნი, მაგრამ ფაქტია რომ სომხეთი მთლიანად იგულისხმება და ამის მიუხედავადაც ფაშინიანიც არანაკლებ უცნაურ მოძრაობებს აკეთებს. აი ეს როგორ რატომ უნდა უნდოდეს ბრიტანეთს მე კიდევ ვიმეორებ იმას ავიცი გაფუჭებული ბატონი ვიდ მაგრამ ვერ ვიგებ რატომ უნდა უნდოდეს თურქეთის გაძლიერება ფაშინიანი ვიდრე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა მახსოვს მისი გამოსვლა ყარაბაღთან დაკავშირებით თქვა მან რომ ეს არის ღუზაო ჩვენი განვითარებისთვისო და ფაქტიურად დღევანდელ დღეს ასეც პოზიციონირებს მან არაერთხელ თქვა რომ ჩვენ რეალურად კი არ დავკარგეთ არამედ აი ახალ ეტაპზე გადავედით ჩვენი სახელმწიფოებრიობის თქვა ხო და რეალურად პაშინიანის პოლიტიკა მიმართულია სომხეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იმიტომ რომ ესე იგი არის გეოპოლიტიკაში მუდმივი მოცემულობები, რომელიც როსა და სივრცეში არ იცვლება. ეს მუდმივი მოცემულობები პირველ რიგში განპირობებულია გეოგრაფიით, ასევე განპირობებულია ერის ეთნოფსიქოლოგიის მთავარი მდგენელებით და აღმოჩნდა, რომ ეს ისეთივე უცვლელი მოცემულობაა თურმე როგორც გეოგრაფია და ასევე ცივილიზაციური მდგენელებით. ასე რომ ესე იგი სომხეთი სახელმწიფოებრიობა შესიზღვრცებულია თავის ქრისტიანულ ასე ვთქვათ მისიას და უძველესი ქრისტიანული ერის ასე ვთქვათ სახეს და შინაარსს მთელი მისი კულტურა სულიერება ქრისტიანობაზე არის დამყარებული და ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება თურქული სამყაროს ნაწილი ისე როგორც ჩვენ რაც არ უნდა იდეალური ურთიერთობები კონდეს პოლიტიკური, ეკონომიკური, ვთქვათ, კუთხით აზერბაიჯანსა და თურქეთის მიმართ, მათ თუ დაიწყეს თავიანთი გეოპოლიტიკური სტატუსის ზრდა და ეს დაწყებულია მე ამის შესახებ არაერთხელ მithქვამს და დამიწერია, ეს შეინიშნებოდა ჯერ კიდევ ყარაბაღის ომის დროს, როდესაც თურქეთმა გაზარდა თავისი გეოპოლიტიკური პარამეტრები და ფაქტიურად ბრიტანეთის კვალი უკვე ჩანდა, რადგანაც თურქეთმა თავის თავზე აიღო ბევრად მეტი აზერბაიჯანის
აზერბაიჯანთან ერთად, ვიდრე ეს შეიძლებოდა თავის თავზე აიღო რეგიონალურ სახელმწიფოს. და სწორედ აი ყარაბაღის ომის დასრულება უნდა ყოფილიყო ზანგეზურის დერეფნის გახსნა. ყარაბაღის ომის მთავარი მიმართულება სწორედ იყო ის, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნით შემდეგ აი თურქეთის და აზერბაიჯანის კავშირი ეს უკვე გაშლილიყო ერთი შუა აზიის მიმართულებით თავისი დომინაციის დასრულება სამხრეთ კავკასიაში და შემდეგ უკვე პანოსმალისტური თქვათ გავლენების აღდგენა ახლო აღმოსავლეთში და ჩვენ სირიაში ვხედავთ თქვათ ხო როდესაც თურქეთმა ამერიკის კვალ-დაკვალ როდესაც ტრამპმა თქვა რომ მე ჩემი უსაფრთხოებისთვის მჭირდება თქვათ კანადის და გრენლანდიის მიერთება და ცენტრალური ამერიკის თქვათ ხო მე ვფიქრობ მაგ თემას აუცილებლად მიუბრუნდებია იმიტომ რომ ეს განპირობებულია გარკვეული გეოპოლიტიკური რეალიებით ეს არის რა თქმა უნდა ამას აქვს თავისი ობიექტური საფუძველი რადგან ძალის პარადიგმაში ვარსებობთ ჩვენ და ამ პარადიგმის ის არის ჩართული შიდა ლოგიკა აი მაშინ ამერიკის აი ამ კვალ-დაკვალ თურქეთი შევიდა ჩრდილოეთ სირიაში დამკვიდრდა და ჩვენ ვხედავთ რომ ის ზრდის თავის ანუ ტერიტორიული გაფართოება ეს არის გეოპოლიტიკური პარამეტრის ზრდა ანუ გეოპოლიტიკურ პარამეტრებში ტერიტორია მოსახლეობა ვთქვათ ძალის ფაქტორი ეკონომიკა ბევრი მრავალი მდგენელია და ტერიტორიული გაფართოება ეს ერთ-ერთი ესე იგი ძალიან მძლავრი ნიშანია იმპერიული ვთქვათ ესე იგი ამბიციებისკენ და აი მეორე პირველი მცდელობა იყო ყარაბაღის ომის დროს ვთქვათ თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემი ბრიტანეთთან ერთად და აი უკვე სირიაში განვითარებული მოვლენების კვალ-დაკვალ და მას შემდეგ როგორც ესე იგი თურქეთი პოზიციონირებს არა როგორც მხოლოდ რეგიონალური სახელმწიფო, არამედ როგორც ესე იგი გლობალურ დიდ მოთამაშეებს შორის ძალიან აქტიური და დინამიური ასე ვთქვათ სუბიექტი. და სხვადასხვა ახლა გამახსენდა იუსუფელის კაშხლის გახსნის ცერემონიალზე 2 წლის წინ იყო ამ კაშხალს შეეწირა წინვალე ძეგლები ჩვენი ისტორიის კავკასიის ძეების ციხე მაგალითად და ბევრი სხვა ისტორიული ძეგლი ერდოღანმა თქვა რომ თურქეთმა თქვა თავისი სათქმელი რეგიონის მასშტაბით ახლა ჩვენ უნდა თქვა ჩვენი სათქმელი მსოფლიოს მასშტაბით ანუ ძალიან დიდი ამბიციები აქვს და ისინი ფიქრობენ რომ ესე იგი ანგლოსაქსები შედიან იმ მთავარ ასე ვთქვათ, ნაკადში, რასაც ქვია რუსეთის და ჩინეთის გეოპოლიტიკური სტატუსის დაქვეითება და ეს რაც დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ მთელი საუკუნის განმავლობაში ეს იქნება სხვადასხვა გეოსტრატეგიული არეალების აფეთქება და დავწერე მე ამის შესახებ, როდესაც ეს პროცესი დაიწყო. ანუ ეს არის ძალიან დიდი გადალაგები. შეიძლება ითქვას, აი 500 წლიანი, აი ანგლოსაქსური ასე ვთქვათ, ჰეგემონიის დასასრული და ახალი გადალაგება ანგლოსაქსები ისევ ცდილობენ, რომ ჰეგემონისტური პროექტი განახორციელონ ოღონდ მოდიფიკაციით და აი ძალის ცენტრები, გლობალური ძალის ცენტრები, როგორცაა რუსეთი და ჩინეთი, ასე ვთქვათ, მათ ეწინააღმდეგებიან და ფაქტურად მათი სტრატეგიები ერთმანეთს ფარავს. და ჯერჯერობით მე თეორიულ დონეზეც კი არსად მინახავს, ვთქვათ, სოციალურ-პოლიტიკური დოქტრინა იმ სახის, სადაც შესაძლებელი გახდებოდა ამ სამი ძალის ცენტრის, რუსეთის, ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების, ასე ვთქვათ, ოპტიმალური რაღაცა მოდელი, გეოსტრატეგიული არეალების გადანაწილება, რაღაცა ვთქვათ, ეკონომიკური აი ამ იმის დალაგება მოდელის, მათ შორის ცივილიზაციური, ეს ტრანსჰუმანიზმის პროექტია, მთავარი პროექტი, დასავლეთის სხვა ძველი კულტურის ერებისთვის ეს მიუღებელია და ანუ რეალურად დღევანდელ დღეს აი კაცმა რომ თქვას, მთავარი საკითხი არის არა ის თუ რა კონფიგურაცია შეიძებს მომავალი მსოფლიო, ანუ მრავალპოლარული სამყარო, რომლის დადგენას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება ჩემი აზრით. აი რა კონფიგურაცია შეიძენს და აი როგორი გეოპოლიტიკური კონსტრუქციებით იქნებიან წარმოდგენილი მთავარი, ასე ვთქვათ, პლანეტის მთავარი გეოგრაფიული არეალები, ეს კი არ არის მთავარი. მთავარია შინაარსი, თუ როგორი შინაარსის იქნება
ეს სოფლიო, იმიტომ რომ თავარი დაპირისპირება მე ვფიქრობ ეს არის ცივილიზაციურ პროექტებს შორის დაპირისპირება და ეს აისახება სწორედ აი ამ გეოპოლიტიკურ კონკურენციაში, იმიტომ რომ ანგლოსაქსონებს აქვთ თავიანთი ცივილიზაციური პროექტი, აი ამ ულტრაგლობალისტებს აქვთ თავიანთი ცივილიზაციური პროექტი, დასავლეთის ერთი ფრთა, რომელიც ასევე გლობალისტურია თავისი შინაარსით, მიიჩნევს ერი სახელმწიფოს არსებობას რაღაც ფორმით, თქვათ, ხო? აი რუსეთი არ ვიცით, აი როგორ ცივილიზაციური და განვითარების რა ვექტორს აირჩევს, თქვათ, ხო? ისინი ცდილობენ ნეოლიბერალური პარადიგმიდან გამოსვლას, ეს აშკარაა და თავის სლავურ და ქრისტიანული ფესვებისადმი დაბრუნებას ეს ნიშნებიც ჩანს. ჩინეთი, აი დიდი მძლავრი ცენტრი, ინდოეთი, თქვათ, ხო, თავის ასე იგი ფილოსოფიურ და ისტორიულ ფესვებს უბრუნდებიან. ჩემი აზრით, მთავარი ბრძოლა მიდის მაინც იმისთვის, თუ როგორი იქნება მსოფლიო და გეოსტრატეგია, ანუ უმაღლესი არის იდეოლოგიური მდგენელი, შემდეგ მოდის გეოპოლიტიკა, ანუ გეოსტრატეგიული არეალების კონფიგურაცია და ამის ქვედა ის არის რეგისტრი უკვე გეოეკონომიკა. მაგალითად არაერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ თქვათ ეკონომიკა განსაზღვრავს პოლიტიკას და ეს დიდი გეოეკონომიკური და ესეთი მეგა ეკონომიკური პროექტები განსაზღვრავს, მაგრამ გააჩნია როდის როდესაც არის დადგენილი გარკვეული წესრიგი, ვთქვათ, ხო, აი რაც იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი, ხო? იქ რა თქმა უნდა მთავარი იყო ეკონომიკის ფაქტორი, მაგრამ ახლა, როდესაც ყველაფერი აყირავებულია, სამართლებრივი სივრცე მუშლილია, გაეროს ფუნქცია განულებულია, ვთქვათ, ხო? აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ გადანაწილებას თან ზდევს მთლიანად, ასე ვთქვათ, აი სამართლებრივი სივრცის და საერთაშორისო სამართლის მოშლაც, ვთქვათ, ხო? ასეთ დროს მე ვფიქრობ, რომ მთავარი არის სწორედ ეს იდეოლოგიური მდგენელი და გეოპოლიტიკური მდგენელი და არა გეოეკონომიკური და ამის თქვათ თვალნათლივი ესეთი სათვალსაჩინო მაგალითი არის ჩილონაკადიორის აფეთქება, თქვათ, ხო? სერიოზული ფიგურანტები იყვნენ აქეთ ევროკავშირი, იქეთ რუსეთი, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აწყობდა ევრაზიის კონტინენტის, ესე იგი აი მძლავრ ცენტრებს შორის აი ესეთი მაღალი დონის, მაღალი პოლიტიკური ხარისხით აღჭურვილი გეოეკონომიკური პროექტის არსებობა და არ დაუმალავთ მას, რომ ეს ჩაჭრეს. მაგრამ მაგ ეკონომიკური მდგენელიც ქონდა, ეკონომიკური მოტივი ამერიკის შეერთებულ შტატებს თვითონ უნდოდა იმ ბაზარზე შესვლა და ჩანაცვლება. მთავარი მაინც პოლიტიკური იყო. პოლიტიკური იყო, იმიტომ რომ აი ანგლოსაქსონურ გეოპოლიტიკაში ესეც აი მთავარი მაგისტრალური ხაზია. ისინი მათთვის არის ესე იგი წითელი ხაზი, ესე ვთქვათ, ევროპის და რუსეთის თანაარსებობა მშვიდობიან გარემოში სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კერძოდ გერმანიის და რუსეთის ეს პირდაპირ წერია მაგ დოქტრინაში, რუსეთის ეს უზარმაზარი რესურსების, ვთქვათ, სტრატეგიული სიღრმის ის მოცემულობები გეოპოლიტიკურად რაც აქვს რუსეთს და ის მოცემულობა რაც აქვს გერმანიას სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, ვთქვათ, თვალსაზრისით, აი ამ ორი ფაქტორის გაერთიანება არის მათთვის წითელ ხაზზე უფრო წითელი ხაზი. სხვა შორის ამის შესახებ არის ვიდეო, საუბრობს მისი ეძახიან ამერიკის ჩრდილოვან რა ქვია სიას, ასე ვთქვათ, მისი ერთ-ერთი ფრიდმანი მე მგონი ხელმძღვანელი საუბრობს, რომ ეკითხებიან მას, რომ ესე იგი ის ტერორიზმი და ეს ისლამიზმი ეს ყველაზე დიდი გამოწვევა არისო, თქვენთვის ეს არის 2014 წელი უკრაინის ამბები რო იწყება და არაო ტერორიზმი არ არისო ჩვენთვის ეგზისტენციალური საფრთხეო ისლამური ტერორიზმიო და ჩვენო ნუ მიანიშნა რომ თანამშრომლობენ და დღეს ეს უკვე ხელის გულზე დევს აბსოლუტურად, ხო? მან თქვა რომ ჩვენი მთავარი ეგზისტენციალური ის არის, ვთქვათ, გერმანიის და რუსეთის კავშირი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს არ მოხდეს. მთავარი გამოწვევა. ანუ ანგლოსაქსებისთვის თავარი მიზანი არის ევრაზიის კონტინენტზე კონტროლი და რომ ის, თქვათ, ევროპა არ ჩამოყალიბდეს ცალკე გეოპოლიტიკურ სუბიექტად, ანუ გეოპოლიტიკური სუბიექტივიზმი არ შეიძინოს, აი მარტივად რო ახსნათ, არ კონდეს ადგილი დიდ საჭადრაკო დაფაზე და მთავარი მოთამაშე არ იყოს და მეორეს მხრივ რამენაირად ინერცია დააგდებინონ რუსეთს და ჩინეთს. მაგრამ აქ არაფერი არ არის გასაკვირი, ეს რომ მე ვამბობ ამას, რასაც საუბრობ, მე ამას საუბრობ, მე
ამგვარად ვაზროვნებ. არა, მე გეთანხმებით აბსოლუტურად. პერსპექტივას როცა საუბრობ, თქვა, ხო, 2030-2040 წლების, აი, მთლიანობაში ეს ვთქვათ, შეხვედრები, რაღაცა ხელშეკრულებები, ვიზიტი, ვთქვათ, ერთმანეთთან, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ დეტალები, მთლიანობაში მე რასაც ვხედავ, ეს სამი ძალის ცენტრი არის ფატალურად დაპირისპირებული ერთმანეთს და ეხლა მიდის ბრძოლა ევრაზიის კონტინენტისთვის. აი ეს არის. და ეს გაგრძელდება. ანუ მე ვერ ვხედავ, თუნდაც მრავალპოლარული სამყარო რო დადგინდეს და ეს ფაქტიურად ფორმდება ჩვენს თვალწინ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური სტატუსი აშკარად დაქვეითებულია ძალის კომპონენტში და სხვა მიმართულებითაც, ხო? თუნდაც დოლარის არეალის შეზღუდვით ეს ყველაზე სერიოზული სიგნალია მათთვის, ხო? მიუხედავად ამისა ესე იგი მთლიანობითი სურათი ასე ჩანს. ხალხო მე ეს ყველაფერი მესმის, მე ისიც მესმის რომ ასეთი არის. ჩვენი მაყურებლისთვის მესმის, არა, სხვა რამის გამო ვამბობ, მესმის მეთქი. და რა გეგმები აქვს და ის ცდილობს რომ ევრაზიის კონტინენტზე მას კონდეს გავლენა. ამაში არც კრიმინალურია არაფერი, ეს ყველაფერი ძალიან ნორმალურია. იმპერიალისტურია უბრალოდ. სხვა კონტინენტზე უნდა აკონტროლოს. ყველას აქვს ეს იმპერიალისტური აზრები, არავინ არ არის ანგელოზი, როდესაც დიდი ძალა აქვს და ფინანსური ნაკადები აქვს. ყველა რა თქმა უნდა ხდება იმპერიალისტი, ეს ბუნებრივად ეს ადამიანის სახელმწიფოს ეს ბუნებრივი ტენდენცია და მიდრეკილება. ბრიტანეთს ეს უნდა, ეს არის ბრიტანული პროექტი. რაღაცები ხო უნდა რუსეთსაც, რაღაცები უნდა ჩინეთსაც. მათ არ შეუძლიათ გაუწიონ, თქვათ, შესაბამისი, შესაფერისი წინააღმდეგობა. აი მაგალითად ბრიტანეთი ეყრდნობა თურქეთსა და აზერბაიჯანის ტანდემს, დიდი თურანის პროექტს ლობირებს, იმიტომ რომ კონტროლი მოიპოვოს ევრაზიაზე. რას აკეთებს ამ დროს რუსეთი? შეიძლება ეს პოლიტიკა კარგიც კი იყოს, ხო? კარგიც იყოს იმ მხრივ, რომ სისხლს კი არ ახურებს, ანუ სხვანაირი მეთოდით მოქმედებს. რუსეთი რას აკეთებს? უნდა გავლენა, მე ამ კითხვას სულ სვამ ხოლმე. უნდა გავლენა სამხრეთ კავკასიაზე, ახლო აღმოსავლეთზე, ამით შეინარჩუნოს სტაბილურობა და თავის ტერიტორიაზე ჩრდილო კავკასია. გამდოს გირთხამშენ არ შეიძლება იმოქმედოს როგორც ბრიტანეთმა, ვთქვათ, იგივე საქართველოსთან, სომხეთთან მიმართებაში. რატომ უნდა მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ საქართველოს დაიწყოს ის კამპანია, რაც დაიწყო და სომხეთში მოხდეს ის, რაც მოხდა. თით რა არის რუსეთის პოლიტიკა ზოგადად წინააღმდეგობრივია, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები ამ ბოლო დროს მათ ისწავლეს სტრატეგიული მოთმინება. და საკმაოდ თანმიმდევრულები არიან, ანუ მიუშვებენ რაღაც პროცესს, ტესტავენ და შემდეგ ერევენ. აი თუნდაც 2014 წლის მაიდანი თქვათ, ხო? ზოგადად სირიის პირველი ომის შემდეგ სრულიად აშკარა იყო, რომ ესე იგი ძალის ცენტრები სადმე დაეჯახებოდნენ ერთმანეთს. ზოგადად სირიაში განვითარებულ მოვლენებს ყოველთვის განვითარების ორი ვექტორი აქვს. ეს არის სამხრეთ კავკასია და ირანი, ეს მოცემულობა დევს და პირველად აი ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი სირიაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აი ამის შემდეგ ეს იყო მხოლოდ დროის საკითხი, თქვათ, რომელი წერტილი აფეთქდებოდა ეგრეთ წოდებულ აი სამხრეთის რკალზე, რაც არის დასავლეთის ფლანგი, ინტერმარიუმი, ბალტიისპირეთსა და შავ ზღვას შორის არეალი, სამხრეთ კავკასია და შუა აზია. ანუ დასავლეთი როგორც უწოდებს, შეკავების სარტყელი, დემოკრატიის სარტყელი, ცეცხლოვანი რკალი, რუსეთისთვის ეს არის შეტევის ხაზი და სხვათა შორის როცა ჯეფრი საქსმა ძალიან ცნობილმა პოლიტოლოგმა და გაეროს 4 მდივნის მრჩეველმა და დღევანდელ დღეს ან აქტუალურია მირშაიმერთან ერთად მისი გამოსვლები, მან თქვა, რომ ეს ცეცხლოვანის რკალის სტრატეგია ეს არის 150 წლის წინ დაწერილი სტრატეგია და ანგლოსაქსები, ასე ვთქვათ, არიან ერთგულნი თავიანთი, ასე ვთქვათ, სტრატეგიების და ეს ფაქტურად ეს არის განპირობებული აი ამ დიდი გეოპოლიტიკით და გეოგრაფიით. ისევ ის, რომ ვთქვათ, რუსეთს ჩაუჭრან წვდომა თბილ ზღვებზე, შეკეტონ ჩრდილოეთის სანახებში, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს დაუქვეითონ გეოპოლიტიკური სტატუსი. ზოგადად დასავლეთისთვის, ბრიტანეთისთვის ეს არის ივანე მრისხანის დროიდან მოყოლებული, ეს არის აი გადაუჭრელი პრობლემა და როგორც თავად ესე აღიქვამენ ეგზისტენციალური საკითხი რუსეთის აი ესეთი დიდი გეოპოლიტიკური მონსტრის სახით არსებობა და დღევანდელ დღეს ჩვენ ხედავთ რომ რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა თავისი გეოპოლიტიკური პარამეტრები განსაკუთრებით აი ძალის კომპონენტში და ესე იგი გეოპოლიტიკური სტატუსის დაქვეითების მაგივრად პირიქით გამოიწვიეს
სრულიად სხვა პროცესები, ვერც შიგნიდან ვერ მოხდა აი ამ ნაციონალური სახელმწიფოების გამოყენებით შიდა ჯანყი და ასე ვთქვათ შიდა ასე ვთქვათ ლიბერალურ ელიტაზე დაყნობით ვერ მოხდა რუსეთის ჩამოქცევა, ეკონომიკური სანქციებიც არ გახდა ეფექტური და ვთქვათ მათ მოახდინეს პერფორმატირება და ამან გამოიწვია უფრო საშინელი რამ კიდე ანგლოსაქსებისთვის ევრაზიის კონტინენტის მთავარი სახელმწიფოების შეკავშირება რუსეთის, ჩინეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის ზოგადად ამის შესახებ ბერჯერ მისაუბრია ორი დიდი სამკუთხედია სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის უკვე სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის ზედა სამკუთხედი არის რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ქვედა სამკუთხედი რუსეთი, ჩინეთი, ირანი. აი ეს კონფიგურაცია ვთქვათ, ხო, მე ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არავითარ შემთხვევაში არ მისცემს იმის შესაძლებლობას ბრიტანეთს და ზოგადად კოლექტიურ დასავლეთს აი ამ ამბავში, რომ ვთქვათ, თურქული ეთნოსის, მრავალრიცხოვანი თურქული ეთნოსის, ასე ვთქვათ, ფაქტორი გამოიყენონ რუსეთის, ირანის, ჩინეთის წინააღმდეგ და ესე იგი სოლივით შეიჭრან მათი გავლენის არეალებში, თქვათ, ხო? მე ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მე ძნელად წარმომიდგენია, ну, მაშინ მთელი ის ბრძოლა, მთელი ის ძალისხმევა, რასაც წევენ ახლა რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ეს წყალში ჩაყრილი იქნება და მე ვფიქრობ, რომ თუ რუსეთი დათანხმდა სამხრეთ კავკასიაში და ეს უკვე სამხრეთ კავკასია ახლო აღმოსავლეთზე გავლენის დაკარგვასაც ნიშნავს და ეს ნიშნავს მთავარი ლოჯისტიკური არტერიაზე, რაც არის ჩრდილოეთ სამხრეთი და სამხრეთ ჩრდილოეთი, რაც არის უკვე გლობალური ლოჯისტიკური ხაზები ევრაზიის, ამაზე უარის თქმა. ნუ ეს ნიშნავს, რომ მაშინ ხელს აწერენ დაშლას. აი თქვათ თუ რუსეთი დათანხმდა აი ამ ზანგეზურის დერეფნის გახსნას, იმიტომ რომ ეს იქნება პირველი ეტაპი, ამას მოყვება უკვე ძალიან გაფართოება და ხორცშესხმა არა მხოლოდ დიდი თურანის, არამედ პანოსმალისტური პროექტისას თქვათ, ხო? ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. და რა შეუძლია გააკეთოს რუსეთს? მე ვფიქრობ ჯერჯერობით ისინი ელოდებიან, ცით რა არის, აი როდესაც მე ვაკვირდები მათ, აი პოლიტიკურ პროცესს აქვს თავისი ინერციული სვლად ძველ პოლიტიკურ პროცესს, ვთქვათ, ხო, რომელსაც დრო უნდა ვთქვათ, რომ აი რაღაცა პოლიტიკური პროცესი დასრულდეს და ჩაიკეცოს. ეს ეკონომიკური მასში განსაკუთრებით მდგენელში იგრძნობა. და გარდა ამისა, როგორ არის იცით, რომ მე ვფიქრობ, რომ ისინი ასე ვთქვათ ელოდებიან და ეხლა არიან რაღაცა ლოდინის რეჟიმში, იმიტომ რომ აი რასაც მე გადავავლე თვალი და არა, რა შეეცით საქმე ზოგადად 2030 წელი არის მონიშნული ვთქვათ გერმანელების მიერ და ანგლოსაქსონური შეიძლება იცით რა არის რა უნდა აღნიშნოთ რომ აი დიდ სტრატეგიებში ჩვენ ხო ხედავთ ახლა დაპირისპირებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის უმწვავეს დაპირისპირებას თქვათ ხო ასევე შიდა დაპირისპირების სხვა სპეცსამსახურების და ელიტები ხო მაგრამ ის რაც არის დიდი გეოსტრატეგიები და რაც იწერება აი მინიმუმ 30 წელზე გათვლით რაზეც ჯეფრი საქსი საუბრობდა რომ 1994 წელს დაისახა ნატოს გაფართოების პროექტი თქვათ ხო ამას ვერც ტრამპი ვერც ბაიდენი განსაკუთრებით აი აუკუსის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია 2021 წელს სამხედრო პოლიტიკური კავშირი კი ბატონო ამერიკის ბრიტანეთის და ავსტრალიის თქვათ ხო აუკუსი უკვე სრულ სამხედრო აი მზადყოფნაში გადაიარაღებული და როგორც ძლავრი მექანიზმი ანუ ნატოს ასე ვთქვათ ანალოგი იქნება 2030 წლისთვის. ასევე ბორის პისტორიუსი უკვე 2023 წლიდან ამბობს, რომ ჩვენ 2030 წლისთვის, აი 5-7 წელი გვჭირდება სრული აღჭურვისთვის და გადაიარაღებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ რუსეთთან ვიომოთ. რუსეთიც, თქვათ, მან ძალიან დიდი დარტყმა მიიღო, ეხა ეკონომიკაში აქვს რაღაც გარკვეული პრობლემები და ანუ სულის მოთქმის რეჟიმში არიან, ანუ ერთმანეთი მოსინჯეს, დატესტეს. ეხლა მე ვფიქრობ, რომ 2030 წლამდე იგივე აი სადამ აუკუსი ასე ვთქვათ ამუკაჩავს თავის ძალებს სადამ როგორც პისტორიუსმა თქვა ესე იგი ისინი მოემზადებიან რუსეთთან ომისთვის რუსეთიც გამალებული გზის სამხრეთ სამერთო კომპლექსი ჩინეთი გამალებული ანუ მე ვფიქრობ რომ 2030 წლამდე ეს იქნება ერთგვარი როგორ იცით აი კბენები პატარა რაღაც შეიძლება რეგიონალური დატაკები თბილის მოსინჯვა აი გაიხსნა არ გაიხსნა აი ანუ აი ამ დიდ ძალის ცენტრებს რომელიც დაეტაკნენ ერთმანეთს მოსინჯეს ერთმანეთის ძალები, მას ჭირდებათ ახლა სულის მოთქმა და მე ვფიქრობ, რომ აი
როგორც თავად ამბობენ, რომ აი გადაი 2030 წლამდე, სხვა შორის ძალიან სერიოზულ დონეზე ხდება, ამის სტრატეგიებშიც არის გაწერილი, რომ 5-7 წელი, თქვათ, ხო, სრული გადაიარაღებისთვის. მე ვფიქრობ, რომ რუსეთიც ასე ვთქვათ, აი ამ რეჟიმში არის ხა გადასული და აკვირდება მოვლენებს. საბოლოო ჯამში ვთქვათ, ხო, აქ არ არის მხოლოდ რუსეთზე საუბარი. აქ ეგზისტენციალური საფრთხე უდგას ირანს, იმიტომ რომ ზანგეზურის დერეფანს უშუალოდ ემჯინება ეს აზერბაიჯანული მოსახლეობა, თქვათ, ჩრდილოეთ ირანში და როგორც აი ციტატა მოვიყვანე, ეგზისტენციალური საფრთხეა მათთვის და ეს არის წითელი ხაზი, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ იმას, მაგრამ მთავარი რაც აქ არის, მე ვფიქრობ, აი თუნდაც ირანის ირგვლივ განვითარებები მოვლენები, მთავარი ეს არის ჩრდილოეთ სამხრეთის და სამხრეთ ჩრდილოეთის ლოჯისტიკური ხაზის ჩაჭრა, იმიტომ რომ ეს ხაზი არის მართლა ჩანს ისე რომ იკვეთება რომ იყოს მთავარი არტერია რუსეთს, ჩინეთს, ირანსა და ინდოეთს შორის და ამის აი ამ ვერტიკალის ჩაჭრას ემსახურება უპირველეს ყოვლისა ეს ზანგეზურის დერეფნის გახსნა. რაც მე ვფიქრობ რომ სათუოა და 2030 წლამდე იქნება ესეთი მოსიჯები. ან ვირი ვიქნებით, არ ვირის პატრონი, კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქალთესობიკო. ჩვენ გაცემს პირველ ნაწილის დრო ამოიწურა, მე იმედი მაქვს ისინი მოღონიერდებიან და თუ რამეს გადაწყვეტენ ერთმანეთთან გასარჩევად პირდაპირ დაეჭიდებიან ერთმანეთს. ჩვენთვის სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი ტერიტორია არ გამოვიყენოს არც რუსეთის და არც ირანის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამიტომაც ჩვენ გარეშე გაარკვევენ ამ პრობლემას. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. ჩვენ მეორე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ.